ქავილი, ჰემოროი და მიგრენა. რა უნდა გავაკეთოთ? მოდით, ყველაფერთან მიმდევრობით მივხვეთ. ქავილი დაკავშირებულია იმასთან, რომ ორსულობის დროს პროგესტერონის რაოდენობა იზრდება. პროგესტერონი ასუსტებს სფინქტერებს, მათ შორის კუჭსა და საკლაპავ მილს შორის არსებულ სფინქტერსაც. ამას ემატება მზარგი ბავშვის ეწოლა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებზე. იმის გამო, რომ კუჭსა და საკლაპავ მილში გარემო განსხვავებულია, კუჭის შემცველობის საკლაპავ მილში გადასვლა იწვევს წვას. რა უნდა გავაკეთოთ? დააკვირდით თქვენს ორგანიზმს და გამორიცხეთ რაციონიდან ის პროდუქტები, რომლებიც ქავილს იწვევს. არ დაწვეთ საკვების მიღების შემდეგ მაშინვე. თუ ქავილის შეტევა დაიწყო, შეგიძლიათ 1 ხლუპი ტუტე მინერალური წყალი დალიოთ. ჰემოროიდს ჰორმონალური ფონის ცვლილებასა და მზარდი ბავშვის მიერ სისხლძარღვებზე ეწოლას უკავშირდება. თუ იგრძენით, რომ ჰემოროი გადიჩნდათ, აუცილებლად ეწვიეთ პროქტოლოგს და გამოიყენეთ რექტალური სამφლები, რომელსაც ექიმი დირჩიოთ. დააკვირდით განავლის კონსისტენციას. განავალი ყოველდღე უნდა იყოს რბილი, მაგრამ არა თხევადი. ამისთვის საჭიროა საკვები კარგად დაღეჭოთ რაციონში და ამატოთ ფსილიუმი, ცივილის პოჭკო მიირთოთ ბოსტნეული და სხვა თბილი სუფთა წყალი. მიგრენა. ხშირად მიგრენას უწოდებენ ნებისმიერ თავის ტკივილს, მაგრამ ეს ასე არ არის. ამიტომ იმის გასაგებად, რასთან არის დაკავშირებული თავის ტკივილი, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ნევროლოგს. შესაძლოა, თავის ტკივილის საკითხი გადაწყვეტს კისრისა და მხრების ზონის მასაჟით ან ოსტეოპატთან ვიზიტით. თუ ეს ნამდვილად მიგრენაა, ნევროლოგი დაგინიშნოთ იმ პრეპარატებს, რომლებიც ამსუბუქებს ან ამცირებს თავის ტკივილს და ნება დართულია ორსულობის დროს. და იმ დღეს, როცა მიგრენის შეტევა გაქვთ, უმჯობესია სახლში დარჩეთ.